გაუარესებულია. სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. არა აქვს ხალხს საშუალება შეიძინოს რამე. ავყიდით აგერა ყვავილებს ვერც ავყიდით და ვართ ასე გაჭირებაში. აფთიაქებში წამალი ორმაგად არის გამძვირებული. შემოსავლები თუ გაიზარდა წლების ბოლო თვეების წლებში? არავითარი შემოსავალი არ გაიზარდა. აი ახლა არც პენსია აქვს ხალხსა, ისეთ ასაკში ვინც არიან, რომ პენსიონერებიც არ არიან. ხელფასი არ აქვს, დახმარება არ აქვს, სოციალური არ აქვს, არაფერი არ აქვს. აი მათმა რა ქნა, რითი ირჩინონ თავი. ვეწვალებით ასე ორი კაპიკით რაღაცა ეგება გავაკეთოთ და ვართ ასე გაჭირებაში, რა ვიცი. უარესად, უფულობა, უმუშევრობა. ადრე კომუნისტების დრო რო იყო, იმდენი დროს ვეღარ ვიპოვით, არ მევესწრებით. ახლა როგორ გაქცეთ ამაზე პასუხი? ძალიან ბევრი რამე არ მომწონს. მართალია, ძალიან გაჭირება, ძალიან ეკონომიური მდგომარეობა, მაგრამ მთავარია მშვიდობა იყოს. მეტი არაფერი არ. მშვიდობა გქონდეს, ომი არ გქონდეს და ამ გაჭირებასაც გავუძლებ. გაუმჯობესებას რას ვიტყვი? გაუარესდა. მიზეზებს რას ხედავთ თქვენ? უმუშევრობა. სამუშაო ადგილები არ არის. რებებია ძალიან. არანაირი ფინანსები არ ეყოფა ამას, რომ შეიძინო, შეიტანო, აჭამო. ბავშვები იქნება, მოხუცი იქნება, ძალიან გაჭირება. შემოსავლები თუ გაიზარდა? არაფერი, საიდან გაიზრდება, როცა ხელფასები არ არის, სამუშაო ადგილები არ არის. უარესდა რა თქმა. რა მიზეზია ამის რას? აი მე არ ვიცი. ამ სამსახურია, პროდუქტები გამძვირდა, უმუშავრობა ქვეყანაზე და ყველაფერი ეს გამოსახდეს. ჩვენს მდგომარეობაზეც. გლეხი ისე დღეშია, რომ აი ხლა რომ ნაკვეთები დაამუშაოს, მოსავალი მოიყვანოს, ჯერ შარშანდელი მოსავალიც სავსე გვაქვს პადლები ვაშლი და ჯერ შარშანდელი მოსავალიც არ გაგვიყედია. ლობიოს ფასი არ აქვს, ვაშს ფასი არ აქვს, გლეხს მეტი რა აქვს მითხარით. არაფერი და გაუარესებულია რა თქმა უნდა.